სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი საფრანგეთში არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი შემოგვიერთდა სტუმართან ერთად ვისაუბრებთ საქველმოქმედო პროექტებისა და სამრევლოში არსებული სიახლეების შესახებ. მამა ანტონ დილომშვიდობისა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. აი საქართველოში ბრძანებდებით ეს პერიოდი და ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და მოგიწვიეთ. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და მადლობა მოწვევისათვის. ჩვენთვის ეს განსახარია. მადლობა. ანტონ, ვიცით რომ თქვენ ძალიან ბევრს შრომობთ მეუფე აბრაამის კურთხევით და ძალიან ბევრი რამ კეთდება საქართველოში მცხოვრები, საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, თქვენ პარიზში მოღვაწეობთ და მინდა სიახლეების შესახებ რომ გკითხოთ. ერთ-ერთი ისეთი გახმაურებული ამბავი არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს, ცნობილ ბომბარდირს და თქვენ სულიერ შვილს უკავშირდება მის მაისურებთან დაკავშირებით. ამით დავიწყოთ. თქვენ რომ გაშალოთ ეს თემა და რა ეტაპზე არის ახლა ეს საქველმოქმედო აქცია? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი საქმე კეთდება. თქვენ აღნიშნეთ, რომ სამრევლოს არსებობას უცხოეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთადერთი სულიერი კერა, რომელსაც საზოგადოებას აერთიანებს. ერთი მხრივ ღმერთთანაც და მეორე მხრივ რაღაც ფიზიკურადაც ერთად ვართ და ერთი ურთიერთობით, ერთი სიყვარულით, ერთმანეთის გატანით უძლებთ იმ შორეულ ქვეყანაში ცხოვრებას. იმიტომ რომ არ არის ადვილი თქვენ როგორც ისიც უცხო ქვეყანაში ცხოვრება. მაგრამ ამავე დროს იქ ცხოვრების საზოგადოება და ნებისმიერი ჩვენთაგანი ფიქრობს ჩვენ სამშობლოზე და თუნდაც პატარა წვლილზე რომ შეიტანოს საკუთარ ქვეყანაში რომ რაღაცა გააკეთოს ქვეყნისთვის. და ამისთვის ყველაზე კარგი ერთ-ერთი შესაძლებლობა იყო, რაც თქვენ ბრძანეთ, გიორგი მიქაუტაძე, ყველასათვის ჩვენთვის ცნობილი საყვარელი ჟორჟი ბომბარდირი, მიყვარს ბომბარდირი. მნიშვნელოვანი პროექტით ჩავერთვეთ და მე ვთხოვე მას და სიხარული დანთახდა. ანუ გავაკეთეთ ესეთი პროექტი, რომ ის ჩამოიყვანეთ პარიზში. ჩვენ შევიძინეთ ქართული მაისურები. სადაც ყველას ხომ იცით რომ მასთან შეხვედრა სურდა, გაცნობა სურდა და ეს არ არის ადვილი, იმიტომ რომ მას თავისი წესები აქვს. რა თქმა უნდა, თავისი გრაფიკი აქვს. მკაცრად არის დაცული, იმიტომ რომ საზოგადოებასთან ბევრი შეხებაც არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ვირუსთან იყოს დაკავშირებული, ბევრ ამასთან არის და მკაცრად არის ეს დაცული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა გიორგი მოახერხა თხოვა, რომ ასეთ კარგ საქმე უნდა გაკეთდეს. და ჩვენ ჩამოვიყვანეთ ის პარიზში, ერთი მხრივ ყველა ჩვენ თანამემამული შევახედეთ და მეორე მოვიფიქრეთ ესეთი რამ, რომ შევიძინეთ სპეციალად მაისურები, ის ჩამოვიყვანეთ და მას მოვაწერინეთ ხელი ამ მაისურებზე კადრზე ხედავთ. კი, მაისურებზე მოვაწერინეთ ხელი, ეს მაისურები იყიდებოდა. რა თქმა უნდა და ეს ფული რაც იქ შემოვიდოდა აუცილებლად მოხმარდებოდა საქართველოს და უკიდურესად გაჭირებულ ადამიანებს და ამან ეს დაიდო საფუძვლად ამ ყველაფრისა საქველმოქმედო ღონისძიებისა ძალიან სასიხარულო მთელი მისი ოჯახი დაგვიდგა ჩვენ გვერდზე გიორგი მას საკუთარი წვლილი შეიტანა იმისათვის რომ აქ რაღაცა კარგი პროექტი განხორციელებულიყო იმისათვის რომ დავხმარებოდით გაჭირებულ ადამიანებს და ამ ფორმატით ვარ ახლა ჩამოსული გარკვეულწილად და ვაკეთებ ამ კარგ საქმეებს. რასაც დიდი გამოხმაურება აქვს და დიდი სიხარული სდევს თან. კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროექტი შედგა. აი თქვენ იცით რომ ჩვენ აფხაზეთიდან რამოდენიმე ოჯახი გადმოიყვანეთ და დაუფინანსეთ სრული სტომატოლოგიური პრობლემები. იცით რომ არ არის ადვილი აფხაზეთში ეს ყველაფერი, იქ არ არის ესეთი მდგომარეობა რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული და იქ ჩვენს თანამემამულები გადმოიყვანეთ და რამოდენიმე ოჯახს მთლიანად დაუფინანსეთ, რაც კი სტომატოლოგი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ის რომ 23 ოჯახს, იქ ცხოვრებ ოჯახს დაურიგეთ სათიბები, სპეციალური სათიბები, იმიტომ რომ თან ამას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, როგორც აღნიშნეთ, ის რომ ეს სათიბები აუცილებელია, იქ რომ ძალიან ბევრი მიტოვებული სახლია, ძალიან ბევრი საფლავებია მიტოვებული და მეზობლებს თხოვე რომ ეს იმიტომ კი არ გაძლევს რომ მარტო საკუთარ სახლს მოუაროთ, არამედ იქ არავინ არ უნდა დაინახოს რომ სახლი მიტოვებულია, საფლავი მიტოვებულია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ყველამ ერთობლივად მოუვაროთ და ცოტა ჩვენს შრომად შეუმსუბგოს ამ მხრივ და ამიტომ ჩვენ მათ დაურიგეთ ეს სათიბები, სპეციალური სათიბები რომ მოიხმარონ და ასევე ძალიან ბევრი საქველმოქმედო ადამიანებს დავეხმარეთ, ძალიან ბევრი გაჭირებულ ადამიანებს დავეხმარეთ, მათ შორის ონკოლოგიურად მძიმე პაციენტებს ვიყავით
ანდრიას ფონდში და ბევრ ადგილას კეთდებოდა ეს საქველმოქმედო საქმე. სურველი კიდევ ბევრი არის რომ გიორგის ხელმოწერით მაიკა შეიძინოს და მე მგონი კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებ და ეს საქველმოქმედო პროექტი გაგრძელდება. ჩვენ იმ დღეს დავთქვით ტაძარში ვიყავით დავთქვით რომ ამას მიეცემა ტრადიციული სახე და ძალიან ხშირად გიორგი ამას ხშირად გააკეთებს. ეს ძალიან დიდი დამსახურება გიორგი ძალიან მარტო გაზრდილი ბავშვი არ არის, ძალიან კარგად აღზრდილი პიროვნება, იმიტომ რომ მისმა მშობლებმა ძალიან ბევრი რამე ჩადეს მასში. იმიტომ რომ თქვენ როცა გესმით გიორგიზე, ჯერ არავინ არ გეტყვით ის ფეხბურტელია, ჯერ ის გეტყვით რა საყვარელი ადამიანია და მერე იწყება როგორც ფეხბურტელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იყო ადამიანი მოსიყვარულე დარჩე ადამიანად და ამით უყვარდე და მერე როგორც ფეხბურტელი, თუმცა ახლა ნებისმიერ შემთხვევაში შეიყვარები, იმიტომ რომ თუ გოლს გაიტანს, უყვარს თან გოლები, თუ გოლს გაიტანს, მით უმეტეს შეგიყვარებ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რომ ადამიანი ხარ, ეს მისი ოჯახის დამსახურება. მას ყავს უსაყვარლესი მშობლები, არაჩვეულებრივი მშობლები, ნათია, ლაშა, რომელსაც აი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ძველი ჩვენი მრევლია ტაძრის, ლიონში დავდიოდი და მათ ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამ გიორგიმაც გააგრძელა მათი ეს ოჯახური კარგი ტრადიცია. აი მაისურები შეძენა ვთქვათ, ვისაც უნდა აქვთ ალბათ ძალიან ბევრი სურვილი და გვისმენენ. ხომ არ არის რაიმე კონკრეტულად დაგეგმილი უკვე უახლოეს ხანებში? საქართველოში ეს თან გააჭირდება, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდ ძალიან ბევრ ადამიანებთან გვექნება საქმე და მაგრამ გავაგზავნებთ ისო პარიზში და დანარჩენი მერე შესაბამისად ამ პროექტს ხო მივცემ პროექტ შესაბამის პროგრამას და იმის მიხედვით გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი თემა, იმიტომ რომ იმ დღეს გიორგი დილის 10 საათზე რო დაიწყო ხელმოწერა, საღამოს 7 საათზე დაამთავრა. იქ მარტო ხელმოწერა ხო არ არის, ზოგ სურათი უნდა, ზოგ ჩახოტება უნდა, ზოგ გასაუბრება უნდა და რაც ყველაზე საინტერესოა 7 საათზე დაამთავრა, მე ლიონამდე არის 500 კილომეტრი. მატარებლით წავიდა და საღამოს კიდე ვარჯიშს დაესწრო. და მე უთხარი გიორგი შენ დავიღალი არ თქვა, იმიტომ რომ შენი ფილტვები მე რომ მომწავი, უფრო მეც გავაკეთებდი მე და დაღლა არა. მან ერთი სასაცილო თემაც იყო, დავამთავრებ თითქოს და ჩვენებისთვის ახლობლები ვინც ვიყავით ორგანიზაციო ჯგუფში, ჩვენთვის გვინდოდა კიდე რამოდენიმე მაისურზე მოეწერა ხელი და გიორგის უთხარი, მე უთხარი ფეხბურთი გიდამთავრდა, მაგრამ დამატებითი 15 წუთი კიდე გაქვს მოსაწერი მეთქი და მან გააგრძელა ეს ყველაფერი სიყვარულით. დიახ. მამანტონ, რაც შეეხება კულტურულ პროექტებს და ჩვენ ვიცით რომ ამითაც ძალიან ანებივრებთ პარიზში მცხოვრებ ქართველებს და ჩვენ ყოლია სტუმრად ასევე ანსამბლის წევრები, რომლებიც თქვენთან ერთად არიან სამრევლოში. აი რა სიახლეები გაქვთ ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევით და აი ამ კუთხითაც რა სიახლეები არის სამრევლოში? თქვენ როგორც იცით, მეუფე აბრაამის ლოცვა კურთხევი ჩვენ ძალიან ბევრ პროექტებს ვახორციელებთ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. მარტო მე არა, მთელი სამღვდელოება იქ ჩვენი მოღვაწე მამები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენი იდენტობა არ დავკარგოთ, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. მეორე, ის რომ იქაურმა ახალგაზრდობამ, ქართველებმა არ იგზნონ თავი რაღაც სამშობლოსთან მოწყვეტილად და გარკვეულწილად თავისი წვლილი შეიტანონ სამშობლოს გასახარათაც, პოპულარიზაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მართლაც ბევრი კონცერტები კეთდება, მათ შორის საქველმოქმედო კონცერტები, მათ შორის გასვლითი კონცერტები, ჩვენ დავაწესეთ ერთობის ზეიმი, სადაც ვიკრიბებით ყველა სამრევლო, ყველა 26 მაისს სხვადასხვა ქვეყანებში, ყველა ვისთანაც ტარდება, შემდეგი იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ მასთან ჩატარდეს და იქ ჩვენ ვეპატიჟებით უამრავ ადამიანებს, ადგილობრივებს, რომ გავაცნოთ ჩვენი კულტურა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა თქვენი ეთერითაც ვისარგებლო და ხშირად მივმართავ ყველას, რომ აუცილებელია დაფიქრდეს ჩვენი სახელმწიფო სპეციალური შესაბამისი სტრუქტურა, რომ ეს ბავშვები აქაც მოიწვინონ ძალიან ხშირად. თქვენ ამაზე არაერთხელ გაამახვილებთ ყურადღება. ძალიან მინდა ეს ხშირად მინდა, მე ახლა მაგ დაგეგმილი შეხვედრა კულტურის მინისტრთან ამ პროექტის მიმართებაში, ველოდები მისგან ზარს, რომ მას შევხვდე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდები აუცილებლად უნდა წარდგნენ საქართველოს წინაშე. ეს არ გაუჭირდება ჩვენ ქვეყანას, მე ვიცი რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო რაღაცა გარკვეულ ნაბიჯებს დგავს და მე მინდა რომ ეს ახალგაზრდები ჩამოვიდნენ საქართველოში და საკუთარ სამშობლოს უმღერონ, უცეკვონ. მათ შორის თქვენ წარმოგიდგენთ როგორ გააბედნიერებს მისი მშობლები, ნათესავები რომ დაესწრებიან ამ კონცერტს. და თან თქვენ იცით რომ ჩვენ ერთხელ ქონდა დასავლეთში ზუგდიდში ქონდა ესეთი კონცერტი მიწვეული ვიყავით
ერთ-ერთ ფესტივალზე და იქ რუსთავის ხელმძღვანელი მოვიდა ჩემთან, იმიტომ რომ ჩვენებმა იმღერეს და ცრემლი წამოვიდა და მამაო, ჩემი ახალგაზრდობა გამახსენდაო, იმიტომ რომ ჩვენ რო აქ ღერი ვართო, ახლა გარკვეულწილად უკვე გათამამებულად ღერი ვართ. ისე გულწრფელად იმღერესო შენმა ბავშვებმა, იცრემლი წამოვიდა და გულიდან ნამღერი იყო და ისე ლამაზად გამოვიდათო. თქვენ იცით ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ეს მონატრებასთან არის, პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და ჩვენმა სახელმწიფომ მარტო სამწუხაროდ ყველას იქ უნდა რაღაც კონცერტები ჩატარება, იქ უნდა ჩამოსვლა და რატომ უნდა დააფინანსოს? აი მაგალითად ხო არის მაგალითად თბილისობა, ერთ-ერთი დღესასწაული. რატო არ შეიძლება გამოიყოს ერთი ადგილი, მაგალითად სპეციალური ადგილი იმიგრანტებისთვის, სადაც ისინი ჩამოვლენ კონცერტს გამართავენ, იქ თავისი ნათესავი მივა, ყველა მივა. მე იმიგრანტი რომ თქვენ წარმოიდგინეთ მთელი დღე მათ მთელი კვირის განმავლობაში არ აქვს დასვენება ერთადერთი კვირა. მაგას ესენი აკეთებენ ერთი დღე აქვს ამისთვის, რომ ერთ დღეში გააკეთონ ეს ყველაფერი, იმეცადინონ, იმღერონ, ტაძარშიც მოვიდნენ წირვას დაესწრონ. ეს არ არის ადვილი. გალობს კიდეც ხომ? ბევრი მათგანი. უმეტესობა გალობს, საკვირაო სკოლები გვაქვს პატარებისთვის და სამნიშნულოვანია ეს ყველაფერი და აუცილებლად ეს ხალხი საკუთარ სამშობლომ ეს მარგალიტები უნდა ნახოს. აქ ჩამოყვანილი ყველას რატომღაც იქ უნდა და იქ უნდა რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, მაგრამ აი ამ ბავშვებზე ფიქრი აუცილებლად მნიშვნელოვანია და მე ვთხოვ ყველას ვის ეს ხელწიფება აუცილებლად დაპატიჟონ ეს ბავშვები საკუთარ ქვეყანაში. არ არის სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს რომ წელიწადში ერთხელ თითო ანსამბლი, ორი ანსამბლი ჩამოიყვანოს და წარუდგინოს საკუთარ სამშობლოს როგორც მარგალიტი უცხო ქვეყნისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მინდა თხოვნით მივმართო ყველას რომ ეს პროექტი აუცილებლად იქნეს განხორციელებული. აი მე შეხვედრა გაქვთ ხომ დაგეგმილი კულტურის მინისტრთან დაგეგმილი რომ ეს პროექტი გავაცნო, პროექტიც გამგზავრებული მაქვს. ყველაფერი რომ ეს ბავშვები აუცილებლად ერთი დღე მაინც ჩამოვიდნენ სამშობლოში და წარდგენ საკუთარი ეს იქნება მათთვის უფრო მეტი мотиваცია, უფრო მეტი პასუხისგებლობა იმისათვის რომ მათ უფრო მეტი გააკეთონ. კი, იქ თავს წარმოაჩენენ ღერიან უცხო ხალხში, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია ყურადღება სამშობლოდან, იმიტომ რომ მათ არ უნდა იგრძნონ რომ რაღაცა მართლაც ბოლომდე იმიგრანტები არიან, მათთან რაღაცა არ უნდა გაწყდეს ძაფი. პირიქით ეს უნდა გავაძლიეროთ, უფრო ძლიერი გავხადოთ და ჩვენი ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და მე მიმართავ ყველას თხოვნით, ვისაც ეს ხელისუფლება დაგვიდგეს ამ პროექტში გვერდით და აუცილებლად ეს ბავშვები ჩამოვიყვანოს სამშობლოში. ჩვენ გვჯერა რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ეს თქვენი ჩანაფიქრი აუცილებლად შეისხამს ხორცს. მამა ანტონ, ჩვენი პატრიარქის ბრძენი პატრიარქის გადაწყვეტილებით რომ დაარსებულიყო უცხოეთში ქართული ეპარქიები ძალიან დიდი შვება მიეცათ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და აი ამ სამრევლოების ფუნქციონირებით და მოღვაწეობით ძალიან დიდი კავშირი არსებობს უკვე საქართველოს, ანუ ეკლესია გახდა დამაკავშირებელი იქ მცხოვრები ქართველებისა სამშობლოსთან. ერთადერთი ადგილი, სადაც სამშობლო უცოცხლდებათ, ხო? და ამ მხრივ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყველა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართულ სასულიერო პირს, რომელიც ასე იღწვის და თქვენ იცით რომ ამხელა ნუგეშს აძლევს იქ მცხოვრებ ქართველებს. დასავლეთ ევროპის ეპარქია მეუფე აბრაამის კუთხე ძალიან მნიშვნელოვანი ეპარქია, რატომ იცით? მარტო იმიტომ კი არა რომ იქ წასულ საზოგადოებას სამი პრობლემა უდგება: ენა, მამული, სარწმუნოება, ხო, რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის ქართველებისთვის. ენა ნელ-ნელა შეიძლება დაკარგოს, მამული ისედაც წასულია და ერთადერთი არის სარწმუნოება, რომელსაც ამ ყველაფერს ამ ორივეს აერთიანებს, იმიტომ რომ ეკლესიაში როცა მოდის ის ესწრება ქართულ წირვას, საკვირაო სკოლას და სამშობლოს სიყვარულსაც უფრო სხვანაირად უნვითარებთ. იქ ეწყობა ყველაფერი ის, რაც აქ აკლია, აქ ხდება ყველაფერი. მათ შორის თველიდან დაწყებული ყველაფრით. ყველა სასულიერო პირი, ვინც უცხოეთში ამაზე ზრუნავს, რომ მათ არ დაკარგონ ამ სამიდან არც ერთი. იმიტომ რომ ჩვენ ამის უფლება, ჩვენ დასაკარგი შვილები არ გვყავს. ეს ის ხალხია, რომელსაც შეუძლია ჩამოვიდეს და თავისი როგორც იქ ამბობენ, ისე ახაც თქვენ თავისი სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან მათგან უმეტესობა ძალიან განათლებული ხალხია, ძალიან ნასწავლია, გარკვეული გამოცდილება აქვს და ამ ხალხის საკუთარ სამშობლოში გამოყენა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მამა ანტონ, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მაყურებელს ვეთქვით, რომ წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი საფრანგეთში არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.